მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში, სადაც რამოდენიმე დღის წინ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, კარანტინი არ გამოცხადებულა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი გვეუბნება. მისივე თქმით, ამის საჭიროება არ ყოფილა. წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის მანანა მირაშვილის თქმით, აცრეს ყველა შინაური ცხოველი, მათ შორის ძაღლები, კატები და ძროხები. მისივე თქმით, პროფილაქტიკის მიზნით აცრებს იკეთებენ დაავადებული ძაღლის მეპატრონეებიც. წალკის სოფელ დარაკოვში 13 ოქტომბერს ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, შინაური ცხოველი რამოდენიმე დღის წინ მელამ დაკბინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში ჩატარდა სადეზინფექციო და პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ცხოველების ვაქცინაცია და ზედამხედველობა. მეტი ინფორმაციისთვის ჩვენ უწყებას საჯარო წესით მივმართეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 12 კლასის ნაცვლად 11, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ირაკლი კობახიძემ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია წარადგინა. ასევე მან ისაუბრა სკოლის ნაწილში 11 კლასიან სისტემაზე გადასვლაზე. ქართული ოცნების მიერ წარდგენილ იდეებს აქტიური განხილვა და ბევრ მიზეზთა გამო კრიტიკა მოჰყვა. ჩვენი რედაქცია სასკოლო სისტემის ისევ 11 წლიანი განათლებისთვის დაბრუნების საკითხზე ესაუბრა დარგის სპეციალისტს, განათლების საკითხებში წლების განმავლობაში მომუშავე შალვა ტაბატაძეს. პირველი და ყველაზე მთავარი, ის სხვა სპეციალისტების მსგავსად მიუთითებს, რომ ამ ცვლილებების დანერგვის შემთხვევაში ქართული სასკოლო სისტემა დაშორდება ევროპულს და შესაბამისად ქართულ მოსწავლეებს არ ექნებათ შესაძლებლობა უმაღლესი განათლება ევროპაში მიიღონ. ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა სწორედ 12 კლასის დასრულების დამადასტურებელი ატესტატია. აღნიშნულის პასუხად კობახიძემ გუშინ თქვა, რომ მოსწავლეებს შეეძლებათ მე-12 კლასი უცხოეთში დაამთავრონ და შემდეგ განაგრძონ უნივერსიტეტში სწავლა. თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა. თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისათვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა. მათ შორის ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში. თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ სწავლა მოსწავლე იქ დაამთავროს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. ეს პოპულისტური ნაბიჯი იყო და არ არის რეალისტური, ნაცვლად იმისა, რომ სკოლისთვის მიგვეცა შესაბამისი ფუნქცია და შესაბამისი გავლენა, მათ შორის მისაღები გამოცდილებზე, ისევე როგორც სკოლაში გვეზრუნა ხარისხის გაუმჯობესებაზე და იმ ცოდნის და კომპეტენციის განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია 12 წლის განმავლობაში, მე-12 კლასის გაუქმება არის ამ თვალსაზრისით სრული გადაწყვეტილი. იყვნენ და არიან მოსწავლეები, რომლებიც იღებენ საჯარო სკოლაში განათლებას და ამ საკუთარი განათლებით 12 კლასის დიპლომით, ატესტატით, რომელიც აღიარებულია ევროპაში და ამერიკაში, იღებენ სრულ დაფინანსებას და სრულ უმაღლეს განათლებას იმის საფუძველზე, რომ მათ დაამთავრეს 12 წლიანი სკოლა და მიიღეს შესაბამისი განათლება და არიან კონკურენტუნარიანი. ეს შესაძლებლობა ამ ახალგაზრდებს მთლიანად გაუხრებათ, იმიტომ რომ მათ აღარ ექნებათ თავსებადი ატესტატი, რათა ევროპისა და ამერიკის უმაღლესებში, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესებში ჩაბარონ. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, რომ ამაზე გამოსავალი შეთავაზა მთავრობამ, რომ თუ აქ ვერ დაამთავრებს 12 კლასს, ერთი წლით ადრე წავიდეს ევროპის ქვეყანაში, იქ დაამთავროს მე-12 კლასის და მერე გააგრძელოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. ეს გამოსავალი არის და გზა არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი. ან მეორე გზა, როდესაც საერთაშორისო მაგალითად IB პროგრამა შეიძლება ფუნქციონირებდეს კერძო სკოლაში, რომლის გადასახადი 10,000 ევროდან იწყება წელიწადში საქართველოში, იქ მიიყვანოს შვილი ადამიანმა, გადაიხადოს წელიწადში 10,000 евро და მისცეს 12 წლიანი განათლება და შემდეგ
შემდგომ წავიდეს ევროპის ქვეყნებში. ანუ ეს არის გამოსავალი მდიდარი ადამიანებისთვის, მაგრამ ნიჭიერი რიგითი ადამიანები, რომლებსაც ეს შესაძლებლობა ქონდათ თავისი ცოდნით, უნარებით უმაღლესი განათლება მიეღოთ ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სრული დაფინანსებით, ეს შესაძლებლობა ექნება დაკარგული. უბრალოდ სამწუხაროდ მათი რაოდენობა იმდენად დიდი არ არის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით უარყოფითი და ნეგატიური გამოხმაურება მოყოლოდა ამ შესაძლებლობას, თუმცა გრძელვადიანად თუ შევხედავთ, ნებისმიერი ოჯახი შეიძლება დადგეს აი ამ პრობლემის წინაშე, როდესაც ძალიან ნიჭიერმა შვილმა, იმიტომ რომ მას არ აქვს 12 წლიანი განათლება, ვეღარ შეძლო განათლების შესაბამისი განათლების მიღება. სპეციალისტები 11 წლიანი სასკოლო სწავლების შემთხვევაში მასწავლებლების შემცირებასა და ანაზღაურების კლებას აცელიან. შალვა ტაბატაძე გვეუბნება, რომ ამის მიზეზი შეიძლება მოქმედი ანაზღაურების სისტემა გახდეს, რადგან პედაგოგები ხელფასს საგაკვეთილო საათების მიხედვით იღებენ. თავისთავად აისახება, ანუ საათობრივი ბადე მცირდება, შესაბამისად მასწავლებლების დატვირთვა შემცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დასაქმების პრობლემაც იყოს და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს აისახება, მით უმეტეს, რომ ჩვენ მანამდე შემოვიღეთ საათებზე მიღმული ანაზღაურება, როდესაც მასწავლებლები ანაზღაურებას იღებენ სწორედ საათობრივი განაკვეთიდან გამომდინარე. ცვლილებები საუნივერსიტეტო სწავლებაში. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენისას ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ ქვეყნის სტუდენტების 85% თბილისშია კონცენტრირებული და ბევრი ფაკულტეტი დუბლირებაა, რაც მისივე წარმოდგენილი მოდელით ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტით უნდა გამოსწორდეს. ეს ნიშნავს თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტების გადანაწილებას კონკრეტულ უნივერსიტეტებზე. გარდა ამისა, რეფორმა 3+1 პროგრამასაც მოიცავს, რომელიც საბაკალავრო საფეხურისთვის 3 წელიწადს და სამაგისტროსთვის 1 წელიწადს გულისხმობს. დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, რაც არის პრობლემური ოლენა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის აქაც პრობლემურია ყველაფერი მიგრაციის თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას და გამოწვევას. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით არის შესაძლებელი მდგომარეობა. დედაქალაქში ხშირია ფაკულტეტების დუბლირება, რაც ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი გამოწვევა და ერთ-ერთი პრობლემა. მაგალითისათვის, თბილისი რომ ავიღოთ, თბილისში 4 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს იურიდიული ფაკულტეტები. ასეთ პირობებში ისედაც წირია რესურსი, მათ შორის საკადრო რესურსი, ინფრასტრუქტურული რესურსი. ბუნებრივია ასეთ პირობებში, მაგალითად რო ავიღოთ განვითარებული ქვეყნები, ძალიან ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციებით, იქაც კი უჭირთ ერთ ქალაქში, ერთზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ-ეგივე ფაკულტეტის არსებობა, ხო? ჩვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას არავითარი რაციონალური გამართლება არ აქვს და ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემასაც უნდა შევხედოთ სათანადოდ და საჭიროებს ეს ყველაფერი გამოსწორებას. მიზანი ერთია, რომ ამ რეფორმით აბსოლუტურად ვცილდებით ევროპულ საგანმანათლებელ სივრცეს, შესაბამისად ეს თანხმედრაშია იმ პოლიტიკურ რიტორიკასთან, რითაც ჩვენი ქვეყანა ევროპულ სივრცეს სცილდება და შესაბამისად ეს კონცეფცია კარგად ასახავს ამ რეალობას. მეორეს მხრივ ჩვენ ვცილდებით იმ ხედვას, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ განათლების გზით და ადამიანური რესურსის განვითარების გზით ჩვენ შეიძლება ვიყოთ ფუნქციური სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ ტერიტორია არა ვართ, სადაც დერეფანი გადის რაღაცა ტიპის, არამედ სწორედ ქმნით ახალ ცოდნას და ინოვაციებს და ტექნოლოგიებზე დაფუძნებით. ჩვენ ხვდებით უბრალოდ რიგითი ადამიანები, მნიშვნელოვანი შემთხვევაა, ანუ რიგითი ადამიანები იმ თვალსაზრისით, რომ არა ცოდნის და განვითარების, არამედ სწორედ დაგეგმილი ეკონომიკის ქვეშ რაღაც ჭანჭიკები, რომლებიც რაღაც ფუნქციას შეასრულებენ. პრობლემურია მიღებული გადაწყვეტილება ფიქსირებული 3+1. ეს მხრივ პრობლემურია საუნივერსიტეტო ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების კონტექსტში, იმიტომ რომ უნივერსიტეტებს მოქნილობა ეზღუდება საკუთარი პროგრამების საჭიროებებიდან გამომდინარე შედგენილ და ფიქსირებულია 3+1. შესაბამისად ავტონომიურობას, აკადემიურ თავისუფლებას აზიანებს, რაც პრობლემატური იქნება, მათ შორის ევროპულ სტრუქტურებში ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამის სტრუქტურებში გაერთიანების თვალსაზრისით. ამავე დროს პრობლემური იქნება მაგისტრატურა ერთწლიანი, რომელიც ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში
მასწავლებელი ძირითადად უნივერსიტეტებში არის 2 წლიანი, 1 წლიანი არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით არის პრობლემა, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისით. მაგისტრატურა გულისხმობს მაღალ აკადემიურ უნარებს, კვლევით უნარებს, მონაცემებზე მუშაობის შესაძლებლობებს, რაც შეუძლებელია ეს უნარები განუვითარო და კვლევითი პროექტი ჩაატაროს 1 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ჯერ ერთი არათავსებადი იქნება ჩვენი მაგისტრატურა და აღიარების თვალსაზრისით იქნება პრობლემური და მეორეს მხრივ ჩვენი კურსდამთავრებული იქნება დეკვალიფიცირებული და ნაკლებ კვალიფიცირებული ევროპელ თანატოლებთან შედარებით და როცა მთელ სოფლიოში მიდის ტენდენცია პირიქით გახანგრძლივების სწავლების, რომელიც გულისხმობს, რომ სასკოლო განათლების 12-13 წლამდე ფიქსირება, შემდგომ 3-4 წელი ბაკალავრიატი და 2 წელი მაგისტრატურა და საშუალო ასაკი და ახლობით 25-26 წელია მაგისტრების, როდესაც უკვე კარგად გააზრებულ პროფესიაში შედიან და უვითარდებათ ის მნიშვნელოვანი უნარები, რომელიც მაგისტრატურისთვის არის, ჩვენ გვეყოლება პირიქით დიპლომიანი, მაგრამ დაბალკვალიფიციური ადამიანები, რომელიც შეიძლება 5 წლის ასაკში შევიდეს სკოლაში, 16 წლისამ დაამთავროს სკოლა, 19 წლისამ ბაკალავრიატი, 20 წლის იყოს უკვე მაგისტრი და საერთოდ არ იყოს გარკვეული რა მიმართულებით და რა სპეციალობით სიამოვნებს და უნდა ამუშაობა და ამ დროს ექნება უკვე მაგისტრის ხარისხი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.